Თქვენ საპროტესტო სტუდენტურ მოძრაობაში იღებდით მონაწილეობას, რომელიც რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნისა და აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაციას ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად ამისა, მე თქვენზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ვისმენდი, რომ პუტინის მარიონეტი ხართ ევროპაში. რას უპასუხებდით ამ ბრალდებებს? ჩემთვის ეს უკვე სასაცილო საკითხად იქცა, რადგან მუდმივი დილემის წინაშე ვარ, უპასუხო თუ არა ამ უსაფუძვლო ბრალდებებს. თუ სერიოზულად ვისაუბრებთ, მაშინ გეტყვით, რომ მე არ ვარ პროპუტინისტი, მე პროუნგრელი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი მოვალეობა ჩემი ქვეყნის მსახურებაა. რაც შეეხება ჩემს პოზიციას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ომი უკრაინის გამო არ ხდება. ამ ომის სტრატეგიული მიზეზი ნატოს გაფართოების პრევენციაა. შესაბამისად, შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: გსურთ თუ არა ნატოს გაფართოება? თუ ეს გვინდა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი ამას არასდროს შეეგუება. მოგწონს ეს თუ არა, ისინი მათ საზღვრებთან ნატოს გაფართოებას ვერ შეეგუებიან. როდესაც ომი დაიწყო რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რათა რუსეთს უკრაინის ნატოში გაწევრიანება აღეკვეთა და მისი ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, მე მაშინვე ვთქვი, რომ ამ კონფლიქტის იზოლირება უნდა მომხდარიყო, რადგან სხვა შემთხვევაში კონფლიქტი უფრო ინტენსიურ ხასიათს შეიძენდა. ეს კი უფრო მეტ სიკვდილსა და ფუჭად დახარჯულ ფულს მოიტანდა. ასობით ათასი ქალბატონი დაქვრივდა. ნამდვილი ტრაგედია ის თუ რა ხდება ახლა. ეს უბრალო გეოპოლიტიკური თამაში არ არის, ეს ადამიანური ტრაგედიაა. დასავლური სტრატეგია სწორედ ამას გულისხმობს. გააგრძელეთ ერთმანეთის ხოცვა. სწორედ ამ სტრატეგიით ხელმძღვანელობენ ისინი. მე კი სამწუხაროდ მარტო ვარ ამ სტრატეგიის წინააღმდეგ. ჩვენ ხმა მივეცით და აღმოჩნდა, რომ ერთადერთი წინააღმდეგი მე ვიყავი ევროკავშირის მონაწილეობისა ამ ომში. მოგვიანებით მხოლოდ სლოვაკეთი და ვატიკანი შემოგვიერთდნენ. ანუ მხოლოდ ჩვენ, სლოვაკეთი და ვატიკანი ვიდექით ერთად. ახლა კი პრეზიდენტი ტრამპიც ჩვენ მხარესაა. ის ზუსტად იმეორებს ჩვენს ნარატივს, რომელსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ვიმეორებდით. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.